ჩვენთანაც მეთვა დაგვრჩით, გაგაცილიერო და წყალობითა და მადლით აღროცოს კაცი მოყარებნით, ორიოდეს ეთმოს კეთვით რეალურ წევრის ახარებასთან დაკავშირებით. მოციქულები ეკითხებიან უფალს, თუ რა იქნება შემდგომითი შემდგომ. და უფალი ეუსაუბრება მათ და თავის საუბარს ყოფს სამ ნაწილად. პირველი ნაწილი ეხება იერუსალიმსა და ტაძრის გრევას, რომელიც სულ ცოტა ხანში მაცურის აღდგომი და სადაც 67 წლებში აღისრულა. შემდგომი საუბარი ეხება თუ რა იქნება შემდგომ ცხოვრებაში, როგორ წარიმართება, რა იქნება სხვადასხვა ქვეყნები, როგორ იქნება სხვადასხვა ქვეყნების ხედი და შემდგომ უკვე საუბრობს მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით. რაც ყველაზე მეტად საინტერესოა ეკლესიის მამები, როდესაც ეხებიან ამ სახარებას, საუბრობენ თუ რა იქნება მიზეზები ამ ყოველივე გრევისა და უბედურებებისა, რაც შემდგომ მოხდეს სამყაროში. რაც იქნება წინამავალი პერიოდი მაცხოვრის აქვეყანაზე უსვლის. ეკლესიის მამები ერთ მნიშვნელოვნად ყველანი საუბრობენ, რომ ეს არის სიყვარულის განხმობა. სიყვარული განხმის უკანასკნელს. და სიყვარულის განხმობას წინ უძღვის სოდათა და უშვილობა და გამრავლება. ამაზე მეტყველებს უფალი, რომ უშვილობა გამრავლება. ანუ სოდვა გამრავლება სამყაროში და სოდვის გამრავლება, აი უშვილობის გამრავლებას თავისებურად შემდგომ უკვე მოხდება სიყვარულის განხმობა. აი როგორც უკვე იმუნიტეტი რო დაეცემა ადამიანზე შემდგომ სხვადასხვა ვირუსები ადვილად მოერევა, ეს თავისებურად ლოგიკური შედეგი არის, ლოგიკური მაგრამ ასევე სოდვის გამრავლებას მოყვება სიყვარულის განხმობა, ანუ დასუსტება. და აი სიყვარულის, რომელიც თავის საძირკვლის სამყაროს შექმნისა, როდესაც ეს ყველაფერი რღვევას დაიწყებს, სამყაროს რღვევას იწყებს. ანუ როდესაც სიყვარულის საძირკვლის სუსტება სამყაროს იწყებს რღვევას. აი ამაზე მეტყველებს უფალი. შემდგომ უფალი ეუბნება თუ ვინ გადარჩება. გადარჩება ის, ვინც ბოლომდე დაითმის. ვინ დაითმის ბოლომდე? განსაცდელების ბოლომდე. იგივე მამები ამბობენ, რომ განსაცდელის ბოლომდე დათმენა სულიწმიდის მადლით უნდა მოხდეს. სულიწმიდის მადლი რომ მოვიხვეჭოთ, აუცილებლად უნდა ვიყოთ დედა ეკლესიის წინაშე. ეს არის აუცილებლად მნიშვნელოვანი. მხოლოდ პატარადი რაღაც ადამიანის აღესხმევა ელემენტარული და მცირე განსაცდელებზე არ არის საუბარი. ესეც რაღაცნაირად ადამიანს ცდილობს ბოლომდე და ბოლომდე ჩვენ არ ვიცით, ვის რა წილი ერგება ამ ცხოვრებაში განსაცდელებისა. უფალმა უწყეს და აქედან გამომდინარე მამები გვასწავლიან, რომ ის რაც შენი ჯვარი ამ ცხოვრებაში სატარებელი, ბოლომდე მოთმინებით უნდა დაითმოს ადამიანმა. და ეს მოთმინებას როგორც ვიტყვით, საფრთხო მადლით, სულიწმიდის მადლით ეძლევა ადამიანზე, ვეუბნებოდ კაც მოყარე ღმერთს, რომ მოგცეს სულიწმიდის მადლით თვითონ ჩვენთაგანაც, რომ ჩვენი ცხოვრების არბი ქრისტე ღმერთის ადედებად გავგეულოს, ჩვენი ოჯახების ანუგეშოთ ეკლესიისა და სამოსასწრაფო. ამინ. ჩვენთან არწმებით. გაიხარეთ ჩვენი ზუსტად.